16 სემაში ჩვენ ნარგვიზე რამდენი დაჭირდება ეს დაიწყო? ხედა რომ ყველაფერი ძველია, მაგრამ რა გეუბნები, ეხლა ის ქალი ეს შენობა დავაკანონოთ. გააკეთეთ ნახაზი, ეს შენობა ბიჭებს გაუკეთოთ. კი ბატონო, გაუკეთოთ. რემონტი გაუკეთოთ და რაც შეეხება ზალოსნის დაკავზე გაკეთეთ იმითი. ესა რუხა, აი როგორი ხელშეკრულებით გადავეცით აი ამ სპორტი იმას. რა თქმა უნდა, სამეცადინო ოთახი, სადაც არის იქ მიიღო გამშვები. ეს არის მესამე. ოჩა. შენ საქციო? მოდიან და ანთებენ ამ ოთახსაც და ტიპებად აპრილში დაიწყება გზის რეაბილიტაცია კი არა, ახალი გზის დაგება დაიწყება, სრულად იქნება მორჩენილი და ამის პრობლემა აღარ იქნება, სოფელს ექნება საშუალება ქალაქში იარონ თავისუფლად და ტრანსპორტით ციulis უკვე თავისუფლად. რაც შეეხება სპორტის დარბაზს, ეს პატარა სოფელია რიყე, სადაც 900 კომლი ცხოვრობს და ბავშვები არიან აქ, განსაკუთრებულად მომზადებული ბავშვები არიან ძალასნობაში. წარმოიდგინეთ, რომ 6 ბავშვი არის საქართველოს ნაკრებში. ის დარბაზი, რომელიც არის, აქ პატარა პრობლემები აქვს, მოუწესრიგებელია, მაგრამ ერთ თვეში, ორ თვეში ჩვენ დავიწყებთ პატარა რემონტს დავიწყებთ, ინვენტარს შემოუტანთ და უფრო კომფორტულ პირობებში იქნებიან სპორტსმენები და უფრო კარგად მოემზადებიან. საბავშვო ბაღი ვინახულეთ, საბავშვო ბაღის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის არ არის, რომ უნდა იყოს, მაგრამ 2016 წელს ამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ჩავსვავთ და ამასაც ბოლომდე მივიყვანთ. რიყე არის კონფლიქტის პირას სოფელი. აქ წლების განმავლობაში მოსახლეობას აწუხებდა გზის პრობლემა, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან წელს აუცილებლად დაფინანსდება. მოსახლეობას შევპირდით, რომ წელს გზა სოფლის ცენტრამდე მოსასვლელი გზა ექნებათ. ასევე სოფლის პროგრამის ფარგლებში არის სხვადასხვა პროექტები დაგეგმილი, არის მინიმს საფეხბურთო სტადიონის და ასევე სხვა პროექტები დაგეგმილი. აქ ასევე განთავსებული იყო ძლეოსანთა სპორტული კლუბი, რომელთაც ჰქონდათ შენობის პრობლემა და ბატონ გუბერნატორის მხარდაჭერით დღეიდან დავიწყებთ ამ შენობის მოთხოვნას, შემდეგ მუნიციპალურ საკუთრებაში დარეგისტრირებას და აღნიშნულ კლუბს ექნება თავისი სამუშაო დარბაზი. 25 წელია უკვე ეს ფუნქციონირებს რიყეში ძალოსნობის დარბაზი, მრავალი სპორტსმენი აღზრდილი აქ. ასევე საქართველოს ნაკრებში უკვე ვარჯიშობს აქაური 6 სპორტსმენი. დიდი მადლობა გუბერნატორს, რომ აქ მოვიდა, გულთან მიიტანა ჩვენი სატკივარი და დაინტერესდა ჩვენი პრობლემებით. შეგვირდა, რომ მოგვამარაგებს ინვენტარით, ასევე რამდენიმე ადგილას თვითონ დარბაზს აწვიმს და ამას გადახურავს. და შეიძენს შტანგებს და მოგვამარაგებს ტრენაჟორებით და შეგვირდა, რომ ყველანაირად შეგვიწყობს ხელს იმისაც, რომ განვითარდეს უფრო წინ წაიწიოს ეს ზუგდიდში ძალოსნობის დარბაზი და თვითონ ეს ჩვენ სპორტსმენები.